კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე ამ გადაცემის წამყვანი ნუგზარ ბერიძე გახლავართ, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი. ენერგომარაგების საიმედოობა და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი თემებია და ისინი უფრო აქტუალური ხდება სტიქიური მოვლენებისა თუ ზამთრის დადგომასთან ერთად. ალბათ გახსოვთ ძვირფასო მსმენელო, რომ ნოემბრის პირველ დეკადაში სტიქიური მოვლენების გამო დაახლოებით 150,000-მდე მომხმარებელი გათიშული იყო ქსელიდან. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან დიდი ბევრი ინფორმაციები, პრესაში და შესაბამისად ეს საკითხი ძალზე აქტუალური გახდა და კიდევ უფრო აქტუალური გახდება ზამთრის დადგომასთან ერთად. ვინაიდან ზამთრის დადგომასთან ერთად სიხშირე სტიქიური მოვლენებისა თუ უამინდობისა, რა თქმა უნდა, გაიზრდება. აქედან ამასთან დაკავშირებით მიგვაჩნია ძალზე აქტუალურად ამ თემებზე საუბარი და ამიტომ მოვიწიეთ შესაბამისი კომპეტენციის პირები. კერძოდ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ალექსანდრე რევია, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორი ბატონი დავით შარიკაძე და კომპანია ენერგოპრო ჯორჯიას გენერალური დირექტორი ბატონი მიხეილ გოცვაძე. ასევე ჩვენი სტუმარი იქნება კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე. თემა, როგორც მოგეხსენებათ, აქტუალურია და თანადროულია. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ დისკუსიაში ჩაერთვებით, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტელეფონი 2-18-29-55. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ. მოდით პირველ ბლოკში დავიწყოთ საუბარი ბატონ ალექსანდრე რევიასთან, რომელიც, როგორც თქვით, წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს. შესაბამისად, ეს სახელწოდება თავისთავად ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ინტერესს ბადებს, მაგრამ ალბათ გარკვეული თემები იქნება დახურული, გარკვეული თემები შეიძლება იყოს. თუ შეიძლება 2-3 სიტყვით თქვენი სამსახურის შესახებ შესაძლებლობის ფარგლებში. მოგესალმებით. 2 სიტყვით გეტყვით საბჭოს შესახებ. საბჭო შეიქმნა 2014 წლის იანვარში და წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მთავარი ამოცანა არის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული თუ სხვა ტიპის მაღალი რისკის მქონე სიტუაციებში და მათი მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ მაგ მიღების აღსრულების კოორდინაცია. თუმცა საბჭოს თავმჯდომარე არის პრემიერ-მინისტრი და მას ყავს როგორც მუდმივი, ასევე მოწვეული წევრები. ძირითადად არის მინისტრების რანგში. საბჭოს მუშაობას უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი, ანუ ეს არის გარკვეული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს ამ საბჭოს ფუნქციონირებას და ამავდროულად პირდაპირ კავშირშია პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან და მის, ასე ვთქვათ, გარკვეულ მხარდაჭერას უცხადებს ყოველდღიურ საქმიანობაში. ასევე საბჭოს აპარატის მთავარი ფუნქცია არის პროცესის კოორდინაცია და შემდეგ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულების, მათი მონიტორინგის და შემდეგ ასევე ანგარიშის მომზადება პრემიერ-მინისტრისთვის და საბჭოს წევრებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ესე ვთქვათ, ძალიან ზოგადი იყო და მოდი უფრო კონკრეტულად მივუახლოვდეთ ჩვენი გადაცემის თემას და ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში კლიმატურ პირობებთან თუ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით. და როგორ არის გადანაწილებული ამ შემთხვევაში პასუხებლობა, თქვენ რა პასუხებლობაგა და სხვას რა პასუხებლობას აკისრებთ ამ შემთხვევაში. გასაგებია. მოგეხსენებათ, ზამთრის პერიოდი ნებისმიერ ქვეყანაში არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან და სხვა ტემპერატურის მაღალ ვარდნებთან დაკავშირებით. საქართველოს არ არის გამონაკლისი და ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული საფრთხეები. ესაა ძირითადად იტოვლობა, თოვლის ზვავები, ძლიერი ყინვა, ქარბუქი. რასაც თავისთავად მოაქვს ბევრ შემთხვევაში ზარალი. ზარალი შეიძლება იყოს როგორც ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, ასევე სოციალურ ინფრასტრუქტურას მიკუთვნილ ზარალზეა საუბარი. შორის, რა თქმა უნდა, ხდება ენერგოგენერაციის და წყალმომარაგების ობიექტების და სისტემები. შესაბამისად, მსგავსი და სხვა ტიპის საფრთხეების უფრო ეფექტიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის და მათ მოგვარებისთვის საბჭოს აპარატში არის შექმნილი კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი. ეროვნული ცენტრი ფაქტიურად წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ეროვნულ დონეზე სხვადასხვა ტიპის საფრთხის იდენტიფიცირებას ახდენს, შემდეგ მათ პრევენციულ და შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების კოორდინაციას უწევს და შესაბამისად შემდეგ ამზადებს ანგარიშს თუ როგორ შესრულდა ასეთ თუ ის დავალება.
ასევე ამ სიტუაციის კრიზისური სიტუაციის მართვის ეროვნულ ცენტრში არის ეგრეთ წოდებული სიტუაციური ოთახი, რომელიც ეხლა ასე ვთქვათ აშენების პროცესშია და დაახლოებით თვენახევარში იქნება მზად. მინდა აღვნიშნო ორი სიტყვით, რომ ეს ოთახი, ეს ფაქტიურად მართვის პუნქტი იქნება უპრეცედენტო ტექნოლოგიით და ტექნიკით აღჭურვილი მართვის პუნქტი საქართველოს, რომელიც მანამდე არ არსებობდა. და მაგ პუნქტის გამოყენებით საშუალება იქნება, რომ ყველაზე ოპტიმალურად, ყველაზე ეფექტიანად და ყველაზე დროულად მოხდეს ნებისმიერი ეროვნული დონის ტიპის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი და მართვის საკითხების დროულად და ოპერატიულად მოგვარება. ძალიან კარგი. მოდით ახლა უფრო ახლოს მივიდეთ კიდევ ჩვენს პრობლემებთან და ვისაუბროთ 2015-16 წლის ზამთარზე, როგორ მოხდა სამუშაოების ორგანიზება, ორგანიზაციული საკითხები ძირითადად, ვინ არიან ჩართული ამ საქმიანობაში, რა ტიპის გამოწვევებია იდენტიფიცირებული და რა, ასე ვთქვათ, გეგმები გვაქვს ზამთართან დაკავშირებით, ხომ არ არის რაიმე დაგეგმილი სხვა ტიპის ღონისძიებების, ასე ვთქვათ, განხორციელება. კი, რა თქმა უნდა, საბჭოს ფუნქციები არის საკმაოდ ფართო. ისინი მოიცავენ როგორც შიდა, ასევე საგარეო საფრთხეებზე რეაგირებას და მათ პრევენციის კუთხით კოორდინირებულ მუშაობას. მათ შორის, რა თქმა უნდა, ენერგეტიკული საკითხები შემოდის ჩვენს საკურატორო სფეროში. უკვე 2 წელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ საბჭოს კოორდინირებით და ინიციატივით ხორციელდება ენერგო და წყალმომარაგების სისტემის ზამთრის პერიოდისთვის მზადებასთან დაკავშირებული ანგარიშის და შეფასების მომზადება. ეს მინდა აღვნიშნო ორი სიტყვით, რომ მსგავსი ანგარიში საქართველოში წლების წინ ხდებოდა, მაგრამ ბოლო როგორც ჩვენთვის ცნობილია იყო 2006 წელს და შემდეგ პრაქტიკა შეწყდა. თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ შარშან აღდგენილმა პრაქტიკამ საკმაოდ ბევრი დადებითი შედეგი მოიტანა. ამ პროცესს წარმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების საბჭოს აპარატის კოორდინირებით შექმნით სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი წევრები არიან ენერგეტიკის სამინისტრო და სემეკი. აქვე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და დიდი მადლობა მოუხადო მათ ასეთი მხარდაჭერისთვის და ოპერატიული მუშაობისთვის. უწყებათა შორის სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი არის, რომ შეფასდეს ენერგო და წყალმომარაგების სისტემის და ობიექტების მზაობა ზამთრის პერიოდისთვის. ანუ ახლა რას ნიშნავს ეს? ესე იგი, ჩვენ პირველ რიგში ვაფასებთ, რამდენად არის ტექნიკურად გამართული ეს ობიექტები, არსებობს თუ არის შესაბამისი მარაგები, საჭირო ტექნიკა, სამუშაო პერსონალი. ეს ყველაფერი იმისთვის ვკეთდება, რომ საბოლოოდ შეფასდეს, რამდენად მზად არიან ისინი სხვადასხვა ფორს-მაჟორულ სიტუაციებში, ყველაზე ოპტიმალურად, დროულად, რაც შეიძლება, რაც მთავარი არის ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის, მინიმალური ზიანის და მინიმალური ზარალის პირობებში მოხდეს იგივე სერვისების აღდგენა. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ფორს-მაჟორი, რა თქმა უნდა, არ დგება გეგმიურად. ეს არის უცაბედი მოვლენა, ხო არ არსებობს ამასთან დაკავშირებით რაღაც სცენარები, რომელთა შესაბამისობაში არსებობს შესაბამისი გეგმა და პროგრამა. კი. ნამდვილად, ჩვენ შეხვედრების შედეგად ზუსტად ეგ საკითხი იყო. პირველი ჩვენ ვაფასებთ სტატუს კვოს, როგორ მდგომარეობაში არიან. შემდეგ კომპანიებს და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით ხდება ესეთი სხვადასხვა სცენარიის განხილვა და მერე სამუშაო სამოქმედო გეგმის შემუშავება. ანუ ვინ რა როდის ერთვება და რა ტიპის კრიზისის და რა ტიპის ფორს-მაჟორის შემთხვევაში ხდება როგორი რეაგირება. აქვე მინდა ორი სიტყვით აღვნიშნო, რომ ამ შემოხვედრების პარალელურად ჩვენ ქონდა დაახლოებით 11-12 შეხვედრა, დაახლოებით 15 სახელმწიფო და კერძო კომპანიასთან. ანუ ჩვენ გამოვყავით ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი საინტერესო პრობლემატური საკითხები, რაც იყო პრიორიტეტული და მაგასთან დაკავშირებით კიდე ცალკე მომზადდა სამოქმედო გეგმები, რომლებიც იქნება ძალიან ოპერატიულად და ძალიან დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში მაგის გადაწყვეტა იქნება შესაძლებელი. და ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ჩვენი ენერგო და წყალმომარაგების სექტორი იყოს მაქსიმალურად მომზადებული. პატარა ესეთი შეჯამებასავით რო გავაკეთო, მართალია პროცესი ჯერ არ არის დამთავრებული და ჩვენ კიდევ ანალიზებთ ინფორმაციას და ხდება მაგის შეფასება, მაგრამ მინდა მოსახლეობას ვაუწყო, რომ ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები, მთავარი მოთამაშეები, ვინც არიან ენერგოსისტემის და წყალმომარაგების, ადეკვატურად ხდებიან ზამთრის მოახლოებას. ანუ აქ იგულისხმება, რომ ტექნიკურად გამართულები არიან, მარაგებიც აქვთ, საჭირო ტექნიკა და მუშახელიც. თუმცა რა თქმა უნდა, ბატონო ნუგზარმა სწორედ აღნიშნა, რომ ფორს-მაჟორისგან და კატასტროფისგან არავინ არ ვარ დაცული. მოდით შევჩერდეთ, მოდით გიხდით ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დაგთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე. ჩემი აზრით ამ თემებზე საუბარი გაგრძელდება და შემდგომშიც იმედი მაქვს თქვენი, ასე ვთქვათ, მონაწილეობისა. დიდი მადლობა, მოდით შევისმენოთ რეკლამაზე. მადლობა.
ბრუნდებით გადაცემა პროფესიონალების პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ საუბარს 2015-16 წლების ზამთრისათვის ზადების შესახებ. მოდით ახლა გადავიდეთ უშუალოდ იმ კომპანიებზე, რომელიც მომსახურების განწევები არიან და აწვდიან ასე ვთქვათ ჩვენს მოქალაქეებს ენერგიის სხვა ასე ვთქვათ მატარებლებს. პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა ეხება ელექტროენერგიის გამონაწილებელ კომპანიებს და დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოში უმსხვილესი გამაწევრი კომპანიის ენერგოპრო ჯერჯიას გენერალური დირექტორი ბატონი მიხეილ ბოცვაძე. გამარჯვებათ ბატონი მიხეილ, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, მივესალმებით თქვენს მსმენელს. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი ტექნიკური მზაობისა და მის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხისა. ამასთან დაკავშირებით თქვენი კომპანია 2014-15 წლებში ჩვენი მოსახლეობის ყურადღების ცენტრში იყო, მოხდა თქვენი ტარიფის გადათვლა და გადაანგარიშება, შესაბამისად გვახსოვს თქვენი განცხადები მასთან დაკავშირებით თუ რა ვთქვათ ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ფინანსურმა მდგომარეობამ თქვენს ტექნიკურ მდგომარეობაზე და მიწოდების საიმედოობაზე. ამჯერად კიდევ ისიც მინდა ვაუწყო მოსახლეობას, რომ თქვენს მიერ შემოტანილი ახალი სატარიფო განაცხადი კომისიაში, თუ შეიძლება ამის შესახებ გითხრათ ორიოდე სიტყვა რა მოლოდინები გაქვთ და როგორ ემზადებით, ასე ვთქვათ, მომავალი ზამთრისათვის. პირველ რიგში რა მდგომარეობაშია კომპანია და როგორია თქვენი მოლოდინები? მოგეხსენებათ ჩვენ მაშინ განაცხადებდით, რომ თავარი იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვრის თვეები, როგორ გადაივლის, რა წილი იქნება იმპორტირებული ელექტროენერგიის შესყიდვა ჩვენთვის და ამაზეა დიდწილად დამოკიდებული ფინანსური მდგომარეობა კომპანიის. ახლა გადაჭრით იმის თქმა, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის და გაიმართა კომპანია იმ დიდი ზარალის შემდეგ, რაც 15 წლის განმავლობაში მიადგა გაწვდებული ელექტროენერგიის გამო, ძალიან რთულია. შემოტანილია სემექსში მოგეხსენებათ განაცხადი კვლავ მოხდება განხილვა, დამოკიდებულია ძირითადად ნოემბერ-დეკემბერზე, თუმცა თქვენ ჩვენი განცხადებები ახსენეთ და ყურადღების ცენტრში მოვიქეცით, აქ მივცემ თავისუფლებას განმარტავ დამატებით, რომ ჩვენს მიერ გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს ამდენად ჰქონდა საფუძველი პირიქით, რომ არ გაგვიკეთებინა ეს განცხადებები, ამის ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა. ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ თუ არ მოხდა ტარიფის გადახედვა, თუ არ მოხდა ადეკვატურად ზრდა, იქნებოდა სირთულეები ქსელში. ამას ვადასტურებ მთელი პასუხისმგებლობით. უფრო მეტიც, თუ მსგავს საფრთხეს დავინახავთ, რომ ჩვენ აბონენტებს ვერ ვიმსახურებით ისე, როგორც გვინდა და ვერ შევისყიდით მათთვის ელექტროენერგიას ყოველთვის გამოვალთ და ამას ხმამაღლა ვიტყვით, რადგან ამის ვალდებულებას ნამდვილად ვგრძნობთ. ძალიან კარგი, გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი მაინც კეთდება ელექტროენერგიის შესყიდვაზე, თუმცა ინფრასტრუქტურა, თავისთავად რომლითაც ხდება ელექტროენერგიის მიწოდება მოხმარებისათვის უმნიშვნელოვანესია ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთართან, უამინდობასთან და სტიქიურ მოვლენებთან მიმართებაში. აი ამ კუთხით რას გვეტყოდით, რა სამუშაოები ტარდება იმისათვის, რომ გაძლიერდეს ინფრასტრუქტურა, უფრო საიმედო გახდეს იგი? თალსახად ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ თვითკმაყოფილებით ნამდვილად არ ვართ საკავებული ამ კუთხით. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ავარიული გათიშვები გვაქვს, სხვათა შორის სტიქია, როდესაც არ არის იმ შემთხვევაში და ამას ძალიან წუხوارთ. ბევრია გასაკეთებელი კიდევ, ძალიან ბევრი ინვესტიციაა საჭირო ქსელში, რაც შეეხება ინვესტიციებს საშუალოდ ენერგოპრო ჯორჯიას მიერ ეს ფიქსირდება დაახლოებით 50 მილიონი ლარის რაიონში საშუალოდ შემოსვლის დღიდან, დიდია ინვესტიცია, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ჩაიბარა კომპანიამ აბსოლუტურად განადგურებული, გაძარცვული ქსელი და შეიძლება ეს ინვესტიცია შეიძლება ითქვას, რომ იმ მოთხოვნასთან რამდენადაც პროპორციულად იზრდება აბონენტის მოთხოვნა მომსახურების ხარისხზე, შესაძლოა, რომ საკმარისი არც იყოს. ნუ აქ უკვე რომ გადავიდეთ, რატომ არ არის მეტი ინვესტიცია, ანუ მომავალში რას გეგმავთ, ეს უკვე სხვა განხილვისაგანია და შესაძლოა ამას ალგე გადაცემაც მიეძღვრას. რაც შეეხება სტიქიას, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი კომპანიის ქსელის 97% არის საჰაერო ხაზები, ნამდვილად ვერ შევპირდებით აბონენტს და აქაც უპასუხისმგებლო განცხადებებს არ გავაკეთებთ, როდესაც იქნება ასეთი სტიქიური შემოტევა, როდესაც უბრალოდ ქსელი დაწვება და ძირითადად აგრეთვე მოტეხილი ხეები თუ დამეწყრილ მონაკვეთებზე უბრალოდ ქსელი აღარ იარსებებს, იმის აღდგენას დრო ნამდვილად უნდა. აქ უკვე ჩვენი პრიორიტეტი გახდა ოპერატიული რეაგირება სტიქიის დროს, მაქსიმალური მობილიზაცია და თქვენ რიცხვი ახსენეთ,
დაახლოებით 150,000 აბონენტი გათიშვა პიკზე, ამის აღდგენა უდიდესი ნაწილის მოხდა ერთ დღეში და 9 მილიონი ლარი. მოდით, აი საინტერესო მომენტია, სწორედ მე მინდოდა რომ უფრო პრაქტიკულ საკითხებზე გადავსულიყავი და მოდით შევეხოთ სწორედ იმ ასე ვთქვათ სტიქიურ მოვლენებს, რომელიც განვითარდა ნოემბრის დასაწყისში, როგორი იყო კომპანიის რეაგირება, რამდენად საკმარისი იყო მისი ძალები და როგორ მოხდა აი ამ უწესრიგობების თუ დაზიანებების აღმოფხვრა. Როგორი ტემპით განხორციელდა ეს? თუ შეიძლება რამდენიმე ციფრით დავასახელოთ იმასთან დაკავშირებით, რამდენი აბონენტი გაითიშა და როგორ მოხდა პერიოდულად, ეტაპობრივად აღდგენა მიწოდების. დიახ, ახსენე 150,000 აბონენტი პიკზე, თუმცა ეს 24 საათი რა თქმა უნდა, 24 საათის ჭრილში ეს რაოდენობა შემცირდა 18,000 აბონენტზე. მეორე დღეს ჩაირთო ყველა, მე როგორ გარდამავალი ავარიები იყო, რომ ახლად გათიშული აბონენტი ემატებოდა ამას. მაღალ საშუალო დაბალძაბაში რა თქმა უნდა იყო ავარიები. რეაგირება ყველგან იყო ოპერატიული და აი ჩვენი ზარალი რაც დავითვალეთ მოგეხსენებათ არის 100,000 ლარი და თუნდაც ამ მასალის ოპერატიულად ქსელში ერთ დღეში შეტანა დამონტაჟება და ხაზების აღდგენა ასეც ითხოვდა რა თქმა უნდა ძალიან დიდ ძალისხმევას შრომას ეს შეძლებდა და ამას ნამდვილად ყოველთვის ვპირდებით აბონენტს თუმცა იქ სადაც ეხა მაგალითად ხაშურის შემთხვევაში გასადგური დატბორილი იყო და არ მოხერხდა წყლის გამოტომბვა 2 დღე-ღამის განმავლობაში იქ უკვე ეს ჩვენ ძალებს აღემატება იმ შემთხვევაში როდესაც ზემოაჭარის შემთხვევაში 2 მეტრიანი თოვლი იყო და ავარიას ვხედავდით მაგრამ ავარიის ადგილამდე ვერანაირად ვერ მოახერხეთ მისვლა 3 დღე-ღამის განმავლობაში ეს უკვე ჩვენ ძალებს აღემატება და ამ შემთხვევაში სამწუხაროა მაგრამ აბონენტსაც რა თქმა უნდა ვთხოვოთ რომ ამას გაგებით შეხვდეს თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ ყველგან დავადასტურებთ რომ ჩვენი ოპერატიულობა იქნება ძალიან მაღალი ამ სტიქიასაც შეეხება მახასიათებელი რაც ქონდა ნამდვილად ჩვენ ვერც კი მოახერხეთ ძალების გადასროლა და ერთ ადგილას მობილიზაცია იმიტომ რომ მთელ საქართველოს გადაუარა ეს იგი რომ დაიწყო გურია-აჭარიდან და გაანადგურა ოზურგეთი ქობულეთის ქსელი გამოყვა იმერეთს და ბოლოს დაამთავრა კახეთით კახეთშიც გახსოვთ იყო სერიოზული დაზიანებები ასე რომ ყველგან იყო მასიურად იყო და მიუხედავად ამისა სარეზერვო მასალები იყო ზამთრის მარაგის დიდი ნაწილი გაიხარჯა ამ შემოტევით თუმცა შეკვეთილია დამატებითი მასალები და ჩვენ ვფიქრობთ რომ მოვასწრებთ მაინც შევსებას ჩვენი საწყობების და ზამთრის ფიზიოლოგიურად შეხვედრას სწორედ მიყვებით იმ ასე ვთქვათ ლოგიკას რომელიც აუცილებელია ასეთ საკითხების განხილვისათვის რა თქმა უნდა ერთ სტიქიას გავუკლავდით ეს ნოემბრის თვეში თუმცა ნოემბერი ჯერ კიდევ ზამთარი არ არის და წინ არის ყველაფერი აი ამჟამად რა სიტუაცია გაქვთ როგორ გეგმავთ ასე ვთქვათ შევსებას მარაგებისა სპეციალური ღონისძიების გეგმის შემუშავება და ასე შემდეგ როგორ გაქვთ ეს აწყობილი ასე ვთქვათ ზამთრის დადგომასთან მიმართებაში რა თქმა უნდა დაჩქარებული ტემპით ვცდილობთ ახლა მარაგების შევსებას გადანაწილება გქონდა განხორციელებული ჩვენ უკვე რაიონებში სარეზერვო მასალების ავარიული მარაგების და შევავსებთ ამ მარაგებს სადაც გვაქვს სუსტი წერტილი ქსელში ვიცით ეს და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა რაც შეეხება ამის შემდგომ უკვე მიმდინარე ავარიას ყოველდღიურ ავარიას იქ რა თქმა უნდა სერვის ცენტრები თავს ართმევენ თორე სხვა შემთხვევაში უკვე გარწმუნებთ მთელი მენეჯმენტი სადისპეჩერში ვათერებთ ვაღამებთ ის კი არა იმ პერიოდში უკვე რეგიონებში გავიყავით და ადგილზე ჩვენ ხელმძღვანელობდით რეგიონების მიხედვით ავარიების ლოკალიზებას ძალიან კარგი რა თქმა უნდა ესეთი ავარიებთან გამკლავება არ არის მარტო ასე ვთქვათ ადვილი არის თუ არა შესაბამისი მხარდაჭერა ადგილობრივ ორგანოებიდან და იგივე კრიზისების მართვის საბჭოდან და ასე შემდეგ რამდენად გრძნობთ ასეთ მხარდაჭერას და დახმარებას თუნდაც ენერგეტიკის სამინისტროდან დიახ დიდი მადლობა კოორდინაცია მართლა ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი ბატონი დათვალიერება და მადლობას გადავხდი აგრეთვე მარეგულირებასაც აგრეთვე კრიზისების მართვის ცენტრს ჩვენი ურთიერთობა არის საკმაოდ ნაყოფიერი სწორედ გასულ წლებში არსებულმა დიდმა ავარიებმა და დავადასტურეთ რომ ის ავარიის არაღდგენა არა მხოლოდ ჩვენი ბრალი იყო არამედ ეს იყო მიუვალი გზის პრობლემა და ასეთ საკითხი გამოიწვია ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეს იყო და აგრეთვე ვატყობთ რომ ჩვენზეც გაზრდილია სხვათა შორის წრეხი სახელმწიფოს მხრიდან რომ ვიყოთ ძალიან ოპერატიულები აგრეთვე შესაბამისი სამსახურები შეიქმნა და ეს კოორდინაცია ნაყოფიერი ახლა სადაც გვაქვს პრობლემა გავდივართ კავშირზე ვთხოვთ დახმარება სპეცტექნიკა სადაც შესაძლებელია რომ ოპერატიულად ჩვენზე უფრო ოპერატიულად მოვიდეს და მოგვეხმაროს იქ რა თქმა უნდა არის ეს რეაგირება და მისასალმებელია მხოლოდ ეს რეფორმები რაც მიმდინარეობს
ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, მე მგონი ჩვენ თქვენ ამომწურავად ასე ვთქვათ უპასუხეთ იმ ასე ვთქვათ შეკითხვებს, რომელიც ალბათ მოსახლეობას აქვს და მეც მქონდა, ასე რომ იმედი მაქვს, რომ მომავალში თუ კი რაიმე ასე ვთქვათ პრობლემატური საკითხები იქნება, მიიღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ჩართვისათვის. ეხლა კი მოდით გადავიდეთ ჩვენი ასე ვთქვათ განაწილების კიდევ ერთი სუბიექტთან, ეს გახლავთ კახეთის ენერგოდისტრიბუცია, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრობლემატიკა, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასთან, თუმცა როგორც ბოლო პერიოდის განცხადებები ასე ვთქვათ გვიჩვენებს, კახეთის ენერგოდისტრიბუციაში გვაქვს გარკვეული პოზიტიური შედეგები. ამის შესახებ ჩვენ გვესაუბრება კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ბექა ბარამიძე. გამარჯობათ ბატონო ბექა, დიდი მადლობა. გამარჯობა, მოგესალმებით, მიუსალმები რადიო კომერსანტის წვენებსაც. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ბექა, თუ შეიძლება 2-3 სიტყვით საერთო მდგომარეობის შესახებ. საერთო მდგომარეობა გახლავთ ის, რომ ჩვენ ისევე როგორც სხვა ლიცენზიანტ კომპანიებს რომელსაც უმეტესწილად საქმე აქვს საჰაერო ელექტროსაყრდენო მეურნეობასთან და ამავდროულად ისინი მსგავს რეჟიმში იმყოფებიან, რამე თუ ჩვენი გამანაწილებელი ქსელი იმყოფება საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაში, ავარიული ამორთვებისა და ტექნიკური ინციდენტების რიცხვი საკმაოდ არის, თუმცა გარწმუნეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში დინამიკა შემცირების კუთხით აშკარად შეინიშნება. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ წარვადგინეთ ჩვენი ანგარიში საზოგადოებისა და უშუალოდ ენერგეტიკის დარგის მესოურების წინაშე, სადაც ნახლა წარვადგინეთ ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს და ეს მართლაც დამაიდებელია, თუმცა არა იმის საბაბი, რომ ჩვენ წყნარად ვიყოთ და რამენაირად მოვდუნდეთ. ბატონო ბექა, მოდით ზედმეტი ასე ვთქვათ დეტალების გარეშე რამდენიმე ასე ვთქვათ წარმატებაზე თუ შეიძლება ვთქვათ, აი რა არის კერძოდ გაუმჯობესებული აქ საუბარია წვეტების ასე ვთქვათ რაოდენობაზე თუ დანაკარგებზე თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, მოკლედ კი ბატონო, რასაკვირველია, ბოლო 2-3 წლის სტატისტიკის მიხედვით ჩვენ გვაქვს სახედე წლიდან წლამდე დაახლოებით 25-30%-იანი კლების ტენდენცია აქვს. ეს შეეხება უშუალოდ ტექნიკური ინციდენტების კლებას, თუ კი ჩვენ 2013 წელს დაახლოებით სიფრთხილით ჰქონდა წლის განმავლობაში 2900 ტექნიკური ინციდენტი და ავარიული ამორთვა, ჩვენ ეს მაჩვენებელი 2014 წელს შევამცირეთ 2450 ერთეულამდე, ხოლო მიმდინარე წლის მაჩვენებელი 10 თვის მონაცემებით გახლავთ 903 ერთეული უშუალოდ 10 თვის მონაცემს ეხება და წლის განმავლობაში ჩვენ ვარაუდობთ, რომ კლების ტენდენცია კვლავ შენარჩუნებული იქნება და ეს არაუმეტეს 1400 ერთეულს არ გადააჭარბებს ქსელის მასშტაბით. ეს უკვე ის რომ უკვე სტატისტიკა არსებობს და ამას აკონტროლებთ, ეს უკვე დადებითი მომენტია, იმდენად რამდენადაც საშუალებას მოგცემს უკვე გარკვეულწილად დავინახოთ დინამიკაში როგორია კომპანიის მდგომარეობის განვითარება. ცხადია, რასაკვირველია, უბრალოდ ეს ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ ჩვენ ნათლად გვაქვს წარმოდგენილი და ტექნიკურად შესწავლილია ეს ქსელის ის ავარიული უბნები და ასე ვთქვათ ცხელია ესეთი წერტილები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ყველაზე კრიტიკულ ასე ვთქვათ ფაქტორებს და შედეგი, რომელიც მე ახლა მოგახსენეთ, გახლავთ ზუსტად იმის რეზულტატი, რომ ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიურად მივყავით ხელი იმას, რომ აი ეს კრიტიკული უბნები მაქსიმალურად მოგვეცვა და ქსელის ტექნიკური ინციდენტების უმეტესი რიცხვი, რომელ უბნებზეც მოდიოდა, ზუსტად იმაზე გავაკეთებინა აქცენტი და 0.4 როგორც 0.4 ისე 10 კილოვოლტიან ქსელში ჩვენ გვეწარმოებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რამაც ნათლად მოგვცა შედეგი. მოდით კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენი გადაცემის თემატიკასთან და ვისაუბროთ პირველ რიგში რამდენად შეგეხოთ ის სტიქიური მოვლენები, რომელიც ნოემბრის დასაწყისში იყო და რაგან დაგეგმილი ზამთრისათვის ამის შესახებ ორიოდისი. კახეთი მოგეხსენებათ სტიქიური ასე ვთქვათ კატაკლიზმების მხრივ ძალიან აქტიური ზონა არის ჩვენ არათუ შემოდგომის პერიოდში, არამედ ზაფხულის პერიოდში გაზაფხულზე და წლის ნებისმიერ დროს ესეთ შემთხვევებთან შეხება ნამდვილად გვაქვს.
ზაფხულში ხშირია შემთხვევები, როდესაც სეტყვის შედეგად ქსელს სერიოზული ზიანი მიადგება ხოლმე, მაგრამ ნუ რატომღაც მოხდა ისე, რომ ჩვენი ტექნიკური სამსახური, რომელიც ეხლავე გეტყვით, რომ მართლაც არ არის სათანადო დონეზე აღჭურვილი ტექნიკური ბაზით და უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური რესურსით 90% ხდება ტექნიკური ინციდენტებთან გამკლავება, უკვე რაღაცნაირად ადაპტირდა იმასთან, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას ეს ავარიები აღმოფხვრილი და ჩვენ დასანაკებოდ გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ პრაქტიკულად არ ქონია არც ერთი ავარიული შემთხვევა, გნებავთ ლოკალური, გნებავთ გლობალური მასშტაბის, რომ ერთი დღის ანუ 24 საათიანი რეჟიმის მიღმა გავხსენილი ყავით და ეს აღდგენილი არ ყოფილიყო. ანუ ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახეთში დაახლოებით 30,000-მდე აბონენტი იყო გათიშული 24 საათიან რეჟიმში, ამისი აღმოჩნდა. ცხადია, მეტიც გქონია, დაახლოებით 48,000-მდე გქონდა ზაფხულის დროს, ძლიერი ქარისა და წვიმის დროს აბონენტების ჯამური ოდენობა, რომელიც ქსელიდან იყო გათიშული, გახსათ ამდენივე, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ერთი დღის განმავლობაში რაიონული ექსპლუატაციის ცენტრების თანამშრომლობა მოახერხეს და ხაზები აღადგინეს და წაქცეული საყრდენებიც კვლავ წყობაში ჩადგა. და სამომავლო გეგმებზე გაქვთ თუ არა საკმარისი, ასე ვთქვათ, ავარიული რეზერვები, შესაბამისი ტექნიკა, შესაბამისი პერსონალი, ამისათვის როგორ მემზადებით ზამთრისათვის? გეტყვით, მე ტექნიკასთან დაკავშირებით უკვე მოგახსენეთ, ეს ნამდვილად არა დამაკმაყოფილებელი დონეზეა, მაგრამ იმ ფინანსური შემოსულობების კვალობაზე, რომელიც ჩვენს კომპანიას გააჩნია, ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისა, რომ მიმდინარე ოპერატიული ხარჯების პარალელურად ჩვენ განვახორციელოთ გარკვეულწილად შეზღუდვები, რათა აუცილებელი ტექნიკა მაინც შევიძინოთ. რაც შეეხება ჩვენი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, დანაკლისი და ასე ვთქვათ, საჭიროება გახლავთ იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ უნდა მოვამზადოთ მიმდინარე ზამთრის სეზონისთვის სატრანსფორმატორო პარკი, რომელიც ერთ-ერთ გარკვეულწილად აქილევსის ქუსლად იქცა ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ მოახერხეთ აქამდე ის, რომ დაახლოებით 120 ერთეული სატრანსფორმატორო პუნქტი გავმართეთ და იქ დავდგით აბსოლუტურად კაპიტალურად შეკეთებული ტრანსფორმატორები. მანამდე გეტყვით იმას, რომ ეს ტრანსფორმატორები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და ფაქტიურად მთელი ქსელი იყო აწყობილი ორ ფაზაზე მომუშავე ტრანსფორმატორებზე, რომელიც თავის მხრივ იწვევდა მთელ რიგ პრობლემებს, რომელიც არის დაკავშირებული დაბალძაბლასთან, არასტაბილურ დენთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ესეთი პუნქტები შეზღუდვების დაგვარად ჩვენ აღმოვყარით. ეხლა მე გეტყვით, რომ ჩვენი სასწავლო მეურნეობა არის მობილიზებული იმისათვის, რომ საკაბელო მეურნეობა, საკაბელო რესურსი, სატრანსფორმატორო პარკი სათანადო დონეზე ჯერჯერობით ყოფნის რესურსი იმისა, რომ მიმდინარე ავარიებს გავუმკლავდეთ. ამავდროულად მინდა აღვნიშნო ზუსტად ჩემი წინა გამოსვლის დარად ის, რომ ჩვენ ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოები და აი ესეთ ავარიულ შემთხვევაში მათი ტექნიკა დიდად გვადგება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დამაინდებელი ინფორმაცია. ეხლა კი შევისწავლოთ რეკლამაზე. ბრუნდებით გადაცემა პროფესიონალის პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ საუბარს ენერგიის მიწოდების საიმედოების აქტუალურ საკითხებზე. მესამე ბლოკში ჩვენი სტუმარია ბატონი დავით შარიქაძე, ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორი. ბატონო დავით, მოდით რეზიუმე გავუკეთოთ დღევანდელი ჩვენს გადაცემას, როგორც ხედავთ ჩვენი სტუმრები იყვნენ როგორც ასე ვთქვათ ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, ასევე მომსახურე კომპანიის წარმომადგენლები და მაგრამ მთლიანად დარგის ხედვა რაც შეეხება ენერგეტიკას. აქ რა თქმა უნდა პირველ რიგში გადამწყვეტი თქვენი აზრია. ამ შემთხვევაში როგორ შეაფასებდით იმ ასე ვთქვათ რისკებს თუ იმ საიმედოების იმ დონეს, რომელიც დღეს გააჩნია ჩვენი ასე ვთქვათ ენერგორესურსების მოწოდების საკითხებში და ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში. როგორ შეაფასებდით გამოწვევებს, რისკებს და ასე შემდეგ დღევანდელ მდგომარეობით. მოგესალმებით, ბატონო გზარ, მოგესალმებით მსმენელებს. ორიოდე სიტყვით ეს გეტყვით, თუ რა მდგომარეობა არის დღეს მდგომარეობით დარგში, როგორ არის დარგი მომზადებული შემოგვიმა ზამთრის პერიოდის გასავლელად. ეს ეხება არა მარტო ენერგეტიკულს, ასევე სათბობ ენერგეტიკულ ნაწილსაც, ანუ სათბობით უზრუნველყოფის საკითხსაც. პირველი მინდა ვთქვა, რომ ჩემს წინ გამოსვლებმა ვთქვათ ძალიან ოპტიმისტურად შეაფასეს ობიექტების ტექნიკური მზადყოფნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად გავიარეთ საკითხები და ნამდვილადაც არის წინსვლა წინასწრებთან შედარებით. ეს ეხება როგორც ენერგოპრო ჯორჯიას, ისე კახეთის, ისე თელასის,
სისტემის მდგომარეობას. თუმცა კიდევ ამბობ, წინ ვართ ვიდრე შარშან ვიყავით, მაგრამ გვაქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, შეფერხების პოზიციები როიტყვიან, რომელიც დასახვეწია მომავალში. დასახვეწი არის ეს ტექნიკური ნაწილი, თუნდაც ერთი მაგალითი რომ სისტემისათვის თქვენ მოგეხსენებათ იმერეთის ხაზი, 500 მილიონიანი გადამცემი ხაზი, ეს ერთადერთი ხაზი არის, რომელიც გვაკავშირებს ენგურს, კავკასიონი ენგური და ასე ვთქვათ, ქართლის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოსთან და მისი დაზიანების ამ გარკვეული ინციდენტების შემთხვევაში შესაძლებელი არის ჩვენ იქიდან უკვე იმის ენერგია ვერ მოვაწოდოთ აღმოსავლეთში. ამაზე მუშაობა მიდის, ამ პრობლემების გადაჭრაზე თქვენ მოგეხსენებათ არის მომზადებული 100-იანი გეგმა, ქსელის განვითარების, სადაც ერთ-ერთი კომპონენტი არის მისი ისე ვთქვათ სარეზერვო ხაზის. დიახ, ეს მე მგონი თუ არ ვთქვი პრიორიტეტად არის შეფასებული, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება. ამდენად ეს კიდევ უფრო გაზის ქსელის მდგრადობას, ასე ვთქვათ, ავარიულ სიტუაციებშიც და მინიმუმამდე დაიყვანს გადამცემი ქსელის, ასე ვთქვათ, ავარიული რეჟიმების მდგომარეობიდან და გამომდინარე პროცესებს. ბატონო დავით, ბუდის ვიხდი ჩაგეჭრებით ერთადერთი ის ამაქვს, თხოვნა მაქვს, რა თქმა უნდა, ელექტროენერგეტიკაზე ბევრი ვისაუბრეთ და აი გაზი დაგვრჩა, ცოტა ყურადღებით ამის შესახებ თუ შეიძლება შეეხება. აუცილებლად, რა თქმა უნდა. მე მინდა დავამთავრო ელექტროენერგეტიკის თემა, ამ წლის ბალანსი შეკრული გვაქვს, ვიცით მომწოდებლები, ავარიულ სიტუაციებში როგორ ვიმოქმედოთ, ასე ვთქვათ, დალაგებული არის როგორც ტექნიკურად, ისე ორგანიზაციულად საკითხები. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სერიოზული თემა არის ჩვენთვის მოსახლეობის და სამრეწველო ობიექტების ბუნებრივი აირით მომარაგების თემა. ეს ბუნებრივი აირი თქვენ როგორც მოგეხსენებათ, როგორც ენერგეტიკული ობიექტებისათვის, ანუ მოსადგურებისათვის არის აუცილებელი, ისე მოსახლეობის სამრეწველობის გარკვეული ობიექტებისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენც დივერსიფიცირებული გვაქვს მოწოდების სქემები, ეს არის ასე ვთქვათ, აზერბაიჯანიდან მოწოდებული სქემა სოკარის გზით, ორი არის BP-ის, ანუ საერთაშორისო კონსორციუმის მეშვეობით გაზის მოწოდება და მესამე არის ჩილო-სამხრეთის კორიდორის, ან რუსეთიდან სომხეთში მიმავალი გაზის ტრანზიტით ჩვენთან დატოვებული სულობები. აი ამით არის ჩვენი ასე ვთქვათ ბალანსი შეკრული, გვაქვს ყველასთან ურთიერთობები, გაფორმებული ხელშეკრულებები, ნუ ვფიქრობთ ვთქვათ, ნორმალურად გავიაროთ ეს ზამთარი. რაც შეეხება შიგა ინფრასტრუქტურას, თუმცა ჩვენ გვაქვს კიდევ მომზადებული სხვადასხვა ვერსიები, ვარიანტები, ნებისმიერი ავარიის შემთხვევაში, როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ, რომ მინიმალურად იყოს, ასე ვთქვათ, შეზღუდვები საზოგადოებაში და საერთოდ მოსახლეობაში. აქაც არის გარკვეული პრობლემები ბატონო გზარი, იმიტომ რომ ჩვენი შიგა მაგისტრალური ქსელი, შიგა მაგისტრალური ქსელი თლათ ყოფილი არ არის, მოდი ესე ვთქვათ, არ არის წრიული შეკვრის და წრიული შეკვრის სამუშაოები მიმდინარეობს უახლოეს პერიოდში, ვფიქრობთ, პირველ წლისათვის ეს პრობლემა გადაწყვეტილი იქნება და ნებისმიერი დაზიანება ამ შემთხვევაში დარეზერვირებული იქნება მეორე კვების მხრიდან. თუ ზოგადად შევაფასებთ, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის დარგი დღეისათვის მზად არის, ზამთრის გასავლელად მობილიზებულია. ჩვენ გვქონდა გარკვეული კონსულტაციები და შეხვედრები კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობასთან, მათთან ერთად ჩამოყალიბებულები ვართ, გვაქვს მომზადებული გარკვეული სცენარები და ვფიქრობთ, ზამთარს გავვლით ნორმალურად. ძალიან დიდი მადლობა და მეორე მხრივ ძალიან საინტერესო შეფასებისათვის. მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ დროის სიმცირის გამო. გადაცემა პროფესიონალები დღეს ამით სრულდება. მე მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდით მოვალ შეხვედრამდე. ნახვამდის.